მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ დიდ გადაცემას უყურებთ. პირველ სტუმარი ბატონი ლევან მაჭავარიანია, საქართველოს პარლამენტის წევრი, მართველი ფრაქციის ლიდერის მოადგილე. მოგესალმები ლევან, როგორ ახარ? მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. კი ბატონო. დავიწყოთ ძალიან საინტერესო ამბით, რომელიც გვახარა, შეიძლება ითქვას მამუკა მდინარაძემ, ეს არის ის, რომ პრაქტიკულად კომისიის თვალყურის დევნებისას ყველა რწმუნდებით, რომ მტკიცებულებები საკონსტიტუციო სარჩელისთვის ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტ პარტიების წინააღმდეგ იმდენია, რომ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს აი ამ მალეთან, აკრძალავს ამ ნაცპარტიებს. ეს მოხდება მალე, იმიტომ რომ როგორც მამუკა მდინარაძემ გითხრა, ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ არჩევნებამდე, რადგანაც ეს პარტიები კი არ მიიღებენ, არამედ ვერ მიიღებენ, აი სწორედ ამ აკრძალვის გამო მონაწილეობას არჩევნებში, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ნაგავი, ეს ავგიას თავლა გაიწმინდება და როგორც იქნა ადგილი გამოჩნდება წესიერი, არა მოღალატე, არა კომპრადორული ელიტის წარმომადგენელი ოპოზიციისთვის. მაგრამ აქ ორ ნაწილად გავშალოთ ეგ შეკითხვა. პირველი შეკითხვა არის მამუკას დაუშვათ ეს რო არ ეთქვა და ეს ახალი ამბავი რო არ ემცნო გაეხარებინა ყველას, ვისაც საქართველოში მშვიდობა და წინსვლა უნდა. დღეს ოპოზიციის მდგომარეობა, მე მგონი რიტორიკული შეკითხვაა. არის ისეთი, რომ შეუძლიათ რომ მიიღებდნენ კი მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. მადლობა, სწორად არის ფორმულირებული ეს შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა პასუხს გაგცემდი მაგალითად გუშინ წინ, სანამ ბატონი მამუკას ბრიფინგს მოვისმენდი და ნუ დღეს, რა თქმა უნდა, სხვა პასუხი არის ამ შეკითხვაზე, ხო? გუშინ წინ მე გაგცემდი ესეთ პასუხს, რომ ეს რომ იყოს ოპოზიციაზე დამოკიდებული, ისინი რა თქმა უნდა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვინაიდან? ისინი კარგად ხვდებიან, რომ მათი რეიტინგი არის, ნუ აი, კარგ შემთხვევაში განახევრებული იმასთან შედარებით, რაც ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების დროს და ეს არის რამდენიმე მიზეზით გამოწვეული. ერთი რომ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა და ძალიან გული დაწყვიტეს თავიანთ ამომრჩეველს. მეორე რომ იტყუებოდნენ რომ არჩევნები იყო გაყალბებული და მათი ამორჩეველი ელოდებოდა ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს, ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. ეუთოოდირი საბოლოო ანგარიში არც ერთი ზღაპარი არ მოხვედრილა, რაზეც აპელირებდა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად ამითიც ძალიან დაწყვიტეს გული თავიანთ ამომრჩეველს. არის მესამე საკითხი. მესამე საკითხია, რომ არჩევნების მერე ისინი კვლავ აგზელებენ დესტრუქციულ ქმედებებს. პირდაპირ აანონსებენ მოურიდებლად, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყნის იზოლაცია, ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის გამოწვევა, ბატონი გახარიას სიტყვები მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში თქვა TV პირველზე, რომ თუ ჩვენ ვერ მოვახდინეთ რევოლუცია, მაშინ შემდეგი ფაზა უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციაო და ეხლა ამას ამომრჩეველი რო ისმეს, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხარდამჭერია, რა თუნდა ხომ ქაოსი ქვეყანაში, რა თუნდა დესტაბილიზაცია და მით უმეტეს ეკონომიკური დესტაბილიზაცია, ხომ? ეს არის რამდენიმე მიზეზი, რატომაც იციან რომ რეიტინგი აქვთ რადიკალურად შემცირებული. ამასთანავე, რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, ძალიან ბევრი საკითხი გამომჟღავნდა და გამომჟღავნდა ის, რომ რასაც ქართული ოცნება 3 წლის განმავლობაში საუბრობდით, რა გზავნილებიც ჰქონდა, რა პოლიტიკურ ნაბიჯებსაც ვდგავდით, როგორ ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკასაც ვატარებდით, ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. შესაბამისად, აქედან გამომდინარეც, რა თქმა უნდა, მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი მათ დაკარგეს, ვინაიდან საპირისპიროს უმტკიცებდა და ატყუებდა ეს რადიკალური ოპოზიცია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მათი გადასაწყვეტი რო იყოს არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებდნენ, რომ ლუსტრირება არ მოხდეს მათი რეალური რეიტინგის. თუმცა ამასთანავე ეს რომ მათზე არ არის დამოკიდებული იყო, ყველა კარგად ხვდებით, ხო? როგორც უბრძანებენ თავიანთი გარე უფროსები, რომელსაც დღეს მათთვის არც ალიათ, ვინაიდან ნუ გაცილებით გლობალურ პრობლემებს არიან შეჭიდებულები. ამერიკას ებრძვიან. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ბატონი დონალდ ტრამპი ცდილობს რომ დაამარცხოს გლობალური ომის პარტია, იგივე Deep State-ი და როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. კი ბატონო, და შესაბამისად Deep State-ი ხა რომ რებრენდინგი განიცადა და უფრო კონცენტრირდა ბრიუსელში, ესე ვთქვათ, ვერ იცლიან ჩვენი რადიკალებისთვის
და შესაბამისად ინსტრუქციები ჯერ მათგან არ არის წამოსული, თორემ თუ წამოვა ისეთი ინსტრუქციები, რომელიც მათ პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, დაიშალონ სამ პარტიად, რაღაცა 7 ახალი პარტია შექმნან და ახალი 1, ახალი 2, ახალი 3 და ასე შემდეგ დაიწყო. დააჯგუფონ ერთმანეთთან ისეთი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერის სიტყვებით. ქალბატონი ზურაბიშვილი დასვან ისევ სუფრის სათავეში და მის გარშემო გააერთიანონ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მე არ მახსენდება ადამიანი, რომელსაც იგი ნალანძღი არ ყავს, მით უმეტეს ბატონი ნიკა გვარამია, რომელსაც უშვერი სიტყვებით ყავს ნალანძღი და ეხლა რა თქმა უნდა ვერ გავემეორე, ხო? ანუ როგორც ეტყვიან და რასაც ეტყვიან, ვალდებულები არიან რომ ისე შეასრულონ. მაგრამ ეხლა ჩვენ რომ დაუბრუნდეთ უკვე აი თემა რახან ორად დაყავით ბატონი მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, ხო, ამ შემთხვევაში სულ რომ დავალება წამოვიდეს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, შეიძლება მათ არჩევნებში ფიზიკურად მონაწილეობა ვერ მიიღონ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეხლა ყველანი ერთად უყურებთ, თუ როგორ ეფექტურად მუშაობს საგამოძიებო კომისია, დროებით საგამოძიებო კომისია და ეს უმნიშვნელოვანესი იყო ამ კომისიის შექმნა. ბევრი საყვედურობს, ძალიან ბევრი საყვედურობს, რომ ეს აქამდე უნდა გაგვეკეთებინა და კი ვეთანხმებით, თუმცა უნდა შემოვიდნენ ჩვენ მდგომარეობაში, ვინაიდან ძალიან ბევრი გარემოება იყო. იგივე ეს თავსმოხოვული კოჰაბიტაცია და ასე შემდეგ და ხშირად ვიმეორებ ხოლმე რომ სასამართლოები, რომელიც დასრულდა და ეხლა აქ მიღებულ გადაწყვეტილებას არ აქვს არანაირი გავლენა უკვე აი ორად დავყოფდი მაგ თემას. ერთი იყო რომ ჩვენ იმდენი პოლიტიკური ჯანი არ გქონდა დასაწყისში და ეხლა ჩვენი მოქალაქეები ატყობენ რომ მით უმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველა გადაწყვეტილება რაც ჩვენ ქვეყანას ეხება მიიღება საქართველოსშივე, ხოლო ეს საგამოძიებო კომისია მარტო ნაციონალური მოძრაობის იმ ტოტალიტარული რეჟიმის ასე ვთქვათ შეფასებაზე არ მუშაობს კიდევ ომის თემაზე, ხო? ომის თემაზე ჩვენ უფლება არ ქონდა რომ ეს გამოძიება დაგვეწყო მანამ, სანამ არ მოვიგებდით სტრასბურგის სასამართლოსაც და ჰააგის სასამართლოსაც, სადაც გადაუზღვიეთ ჩვენ სამხედროებს აბსოლუტურად ყველანაირი რისკი, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ დააბრალა ის რომ ომი ჩვენმა სამხედროებმა დაიწყეს და კი ბატონო და ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, ჩვენ ეს ყველაფერი გადავაზღვიეთ, ქართულმა ოცნებამ გადავაზღვიეთ, რუსეთს დავარქვით ოკუპანტ და შესაბამისად მას შემდეგ რაც ეს რისკები არის ჩვენი გმირი სამხედროებისთვის გადაზღვეული, სწორედ მაგიტომ დადგა ეს მომენტი, რომ ეხლა უკვე აბსოლუტურად თავისუფლები ვართ ამ მოქმედებაში. და იმდენი მტკიცებულება არსებობს და კიდე იმდენი მტკიცებულება გამოჩნდება ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, ხო, რამდენიმე თვე იმუშავებს საგამოძიებო კომისია, რომ ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქნება შექმნილი მტკიცებულებებზე და ფაქტებზე დაყრდნობილი, რითიც ჩვენ მივმართავთ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ნაციონალური მოძრაობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა აიკრძალოს. ასევე რა თქმა უნდა ეს რეკომენდაცია მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გადაეგზავნება პროკურატურასაც და შესაბამის უწყებებისას რეაგირებისთვის. და როდესაც ჩვენ ვამბობთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, რა თქმა უნდა აქ ჩვენ მოვიაზრებთ ისევე როგორც სააკაშვილის პარტიას, ასევე ახალი, რომელიც მთლიანად ნაციონალური მოძრაობით არის დაკომპლექტებული და სხვათა შორის ჩვენ დავაინიცირეთ ახალი კანონ პროექტი, ეს მემკვიდრე პარტიებთან დაკავშირებული, რომელიც კლასიკური მაგალითი არის პარტია ახალი, ესე იგი რამდენიმე კრიტერიუმი იქნება, როდესაც ლიდერშიპი, გადაწყვეტილების მიმღებები ახალი დაფუძნებული პარტიის იქნებიან იგივე სახეები, როგორც ეს არიან ნაციონალური მოძრაობის, ეს არის ეს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ეხება თუ მთლიანად ყველა პარტიას? კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე ვსაუბრობ, ეხლა ამ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას ეხება, ანუ პიროვნულად ლიდერი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის კი, გადაწყვეტილების მიღების შეიძლება პოლიტსაბჭოს წევრი იყო და ასე შემდეგ. გასაგებია, იმას ვეღარ ექნება უფლება სხვა პარტიაში მიიღოს გადაწყვეტილება. ძალიან კარგი. ეს კიდე სხვა კრიტერიუმებია, რა თქმა უნდა, იქ საწესდებო მიზნები, საქმიანობის წესი და ასე შემდეგ. ანუ ნაცმოძრაობა ორს ვერ გააკეთებენ, ხო? ანუ ახალი ვეღარ გაკეთებენ. ხო, ამას ვამბობ. ხო, იგივე ნაცმოძრაობა ორი იყო გამიშოვებული. ეხლა რაც შეეხება პარტია ლელოს, იქაც ძალიან ბევრი შეკითხვები არის ბატონი ხაზარაძის მისამართით, საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა. ძალიან გახმაურებული საქმეები ახლა ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და საგამოძიებო კომისიის გარეშეც ვიცოდით ბანკი კონსტანტის საკითხი, ვიცოდით ელიტ ელექტრონიქსის საკითხი, ვიცოდით მაგნატის საკითხი და იქ იყო დაბარებული ის ბატონი, რომელიც ესე დაჩაგრეს და გაუმწარეს ცხოვრება, წაართვეს ბიზნესი და კი ბატონო და ბატონი ხაზარაძეც, ну რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ბატონი ხაზარაძის მიმართაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის, რომელიც 2000
2003-2012 წლებს ეხება. თუმცა ფართოვდება მანდატი, მოდი ესე ვთქვათ, საგამოძიებო კომისიის, რომელიც შეისწავლის უკვე არა მხოლოდ 2012 წლამდე მოვლენებს, არამედ დღემდე, ვინაიდან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მავნებლობას აგრძელებს და ამ შემთხვევაში კითხვები ბატონ გახარიასთანაც იქნება, რა თქმა უნდა, როდესაც იგი ამბობს, რომ მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის შემადგენელი ნაწილიო, მაშინ აუხსნა საზოგადოებას, რატომ აქვს მას მაგალითად 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნილი ნაციონალურ მოძრაობასთან, ხო, მეტი პარტნიორობა რა უნდა იყოს. რატომ სხედან ერთი მაგიდის გარშემო, რატო აანონსებს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმას, რატომ არ შედის პარლამენტში, რატომ იძახის გაყალბებულია, რატომ აყვა ამ ნარატივს? და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 18 ნოემბრი თარიღდება თუ არ ვცდები, როდესაც ბრიუსელში გააგზავნეს სამარცხვინო წერილი 4-ვე რადიკალური პარტიის ხელმოწერა არის და ვერ გაექცევიან ისინი ამას, სადაც ბატონი გახარიას პარტიის ხელმოწერაც არის, ეგრეთ წოდებული დანოსი, სადაც ბრიუსელს ეხვეწებიან ფაქტობრივად, რომ ყველანაირი ურთიერთობა საქართველოსთან გაწყვიტოს ევროკავშირმა. იქ რაღაცა გრანტებზე იყო საუბარი და ის გადაამისამართეთო NGO სექტორშიო, შეხვედრებზე, ვიზიტებზე, დიპლომატიურ კავშირებზე, აბსოლუტურად ყველაფერზე ეხვეწებიან 4-ვე რადიკალური პარტია ერთად, რომ გაწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა საქართველოსთან. არ ვიცი, ამ კითხვებზე მოუწევთ, რა თქმა უნდა, პასუხისგაცემა. ეხლა მოდი შევინარჩუნოთ და დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია და მაქედან გამომდინარე ჯერ დაველოდოთ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დამთავრებას და მე მივმართავ თავისუფალი ვარ ამაში. იმიტომ რომ არ წარმოადგენ ხელისუფლების არც ერთ შტოს, გარდა მეოთხე ხელისუფლებისა, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი აზრით გახარიას ამბავი ღალატიდან უნდა დაიწყოს. ეს საკითხიც არ არის მისაგდები, ანუ როდესაც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც მელია სხვადასხვა ძალიან წაქეზებული. აბა შეხედეთ დღევანდელ მელიას და მაშინდელ მელიას, ხო? მაშინ მელია იყო, მელია კი არა, ვეფხვი იყო, ანუ იძახდა რომ ვერ დამიჭერენ, არ დამიჭერენ და სახელმწიფოს პირდაპირ უტევდა რა, ასე თქვა და სახელმწიფოებრივი საკითხი გახდა მისი დაკავება. აი ამ ყველაზე კრიტიკულ დროს რატომღაც გადადგა, წავიდა, გაიქცა, გვიღალატა და ესეც ყურადსაღები ამბავია. აქაც შეიძლება მე შეთქმულების თეორიას ვანვითარებ, მაგრამ არის გარკვეული შეთქმულების კვალიც შეიძლება და ღალატის კვალიც შეიძლება იყოს. ხო, ნუ საფუძვლიანი ეჭვია, რა თქმა უნდა, ეხლა მე თქვენსავე თავისუფალი არ ვარ და შეიძლება პოლიტიკური შეფასება გავაკეთო, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ იქ ძალიან ბევრი საკითხი იყო, ბატონმა გახარიამ ყველაზე კარგად იცის ეს ყველაფერი, უმრავლესობის ხდომაც თავისი ინიციატივით შეიკრიბა, იქ აზრები. კი ბატონო, იქ აზრები იყოფოდა სხვათა შორის და არწმუნა ყველა რომ აუცილებლად უნდა დაგვეჭირა, ასე ვთქვათ, მელია ვინაიდან მან დანაშაული ჩაიდინა და თუ სახელმწიფო არ უპასუხებდა კანონის შესაბამისად ჩამოშლებოდა სახელმწიფო და შემდეგ მეორე დღეს იგი ადგა და გადადგა ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე, ხო? ნუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ნიშანი არის ბატონი გახარიას გარშემოც, თუმცა მოდი დაველოდოთ როგორი მსვლელობა ექნება ამ ყველაფერს და არ მისვლასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ეს არის აღლუმი არ მისვლების, თუმცა აი როგორც მელია ვახსენე, აქაც სახელმწიფოს ვალია რეაგირება. სახელმწიფოს ვალია რომ ის ადამიანები, რომლებიც იმიტომ არ მიდიან, რომ ვითომ ეს პარლამენტი არ არის კანონიერი, ის ადამიანები უნდა დაისაჯონ. არ მინდა ციხეში მოხვედრა ამ ადამიანების თან ეგრა სროკია ერთ წლამდეა ხო ეგ არ არის სროკი ვადა საჯერის მაგრამ ეს თუ არ გაკეთდა აი რა ვიცი როგორც პოლიტიკოს გეკითხები რომ ეს თუ არ გაკეთდა ასევე არ შეიძლება იმიტომ რომ სერიოზულობას დაკარგავს საგამოძიებო კომისია ანუ ესე უდიერად მოქცევა თან კითხვები აბსოლუტურად ლეგიტიმურია ხაზარაძის მიმართ ხო მე ვიძიებდი კონსტანტას საქმეს ახალგაზრდა ასათიანი ეს დამფუძნებელი კონსტანტა ბანკის ბორკილებში მოიყვანეს KPZ-დან და იქ მოაწერინეს სესხის ხელშეკრულებაზე ახლა ბიზნესთან ვინც არის ახლოს მეგობრებო ყველა მისის რომ ბანკი პატიმარს სესხს როგორ მისცემს თან მიჯილი არ აქვს როგორ შეიძლება ეს რაღაცა გაკეთება აბა რომელი ბანკი მოგცემთ თან ზალოგში ბანკის აქციები იდო ხო და აი ეს როგორ ფიქრობ უნდა მე მგონი დაისაჯონ ეს ადამიანები ხო ნუ რა თქმა უნდა რეაგირება მყისიერად მოახდინა საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას გაუგზავნა ეს საკითხი პროკურატურამ საქმე აღზრდა და რა თქმა უნდა მოლოდინი გვაქვს რომ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში დაიჯებიან თუმცა ეს ვერ აარიდეთ მაინც იმ პასუხისგებლობას თუ ის დანაშაული ჩადენილია რა დანაშაულებთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისია ასე ვთქვათ იბარებს იქ დაზარალებულ მხარეს და თუ იქ მტკიცებულებები საბოლოო ჯამში დადო საგამოძიებო კომისიამ რა თქმა უნდა იგი ვერ აიცილებს ამ პასუხისგებლობას და ვერავინ ვერ აიცილებს ვინც არ ცხადდება
ხდება და ეხლა თუ მათ გონიათ რომ ერთი წლიანი ასე ვთქვათ საჟელი შემოიფარგლებიან, ნამდვილად ცდებიან, ვისაც დაუმტკიცდება, აბსოლუტურად შესაბამისი იქნება მერე უკვე რეაგირება უკვე პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდანაც, რა თქმა უნდა. თუმცა აქ არ მისვლის უფრო სხვა მიზანს ხედავ პირადად მეშალვა. ამ შემთხვევაში, როდესაც იცი რომ რაზეც გედავებიან იმაში 1000%-ით მტყვანი ხარ, ძალიან რთულია რომ საზოგადოება იცით ან ეხლა დღეს როგორი პოპულარული არის ეს თემა და მე მგონი ნახევარი საქართველოს ზის და უყურებს პირდაპირ ეთერში, ხო? იქ თან სიცრუეს არავინ არ გაპატიებს. თან შენ დამოკიდებულებაც იცი ხალხის. ხო, და ეხლა ძალიან რთულია იქ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაზეც იცი რომ აპრიორში მტყვანი ხარ, ხო? ეხლა მაინც არ მინდა მე რომ შეფასება მივცე, ეს პირადად ჩემი ვარაუდია, შეიძლება ვწდებოდე რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ მე არ ვწდები და სხვა შორის გუშინ აღვნიშნე ერთ-ერთ ეთერში რომ ერთადერთი საკითხი რაც რაშიც ბატონ ალეკო ელისაშვილს ვეთანხმები არის ის რომ პირდაპირ ეთერში როდესაც ბატონ ხაზარაძესთან ქონდა ცხარე კამათი წლების წინ ზუსტად ეს თემა წამოუყენა პრეტენზიად რომ კრედიტებს აფორმებინებდი ციხეებიდან პატიმრებსო და ბიზნესებს ასე ვთქვათ აფორმებინებდიო ციხიდანო და მე მგონია რომ საფუძველს მოკლებული ბატონ ელისაშვილის ეს ბრალდება არ ყოფილა. აი ეს შენ ახსენე ალეკოს ეს სიტყვები და ალეკოსაც დამართა ხაზარაძემ ელისაშვილს თავის თავს დამართა რა ეს არის აი ესეთი შურისძიება ამ ჭუბზე ანუ ხელებით რო ატარებს ხო არა ეს თან არცად დიდი არაფერი ფული არ არის აბა დარწმუნებული გადახდილი რაც არის ალეკოს ეყო რა და ეს ესეთი აი ეს არის როგორი დაუნდობელი შურისძიება ადამიანის აი ესე რომელიც პირდაპირ ეთერში სამართლიანად სხვათა შორის მაგას ხო ქონდა ყარაჩოღელის ასე ვთქვათ იმიჯი რომ აი ყველაფერს სიმართლეს ვიტყვი და მე გასვლილი კაცი არა ვარ და აი ამის მერე ასეთ შეურაცხყოფის მერე ხელებით რო ატარა ყირამალა ხო და ეხლა რო დაძდებს სასამართლოებზე და მამუკას რო გახვირის ეს ესეთი დაუნდობელი შურისძიება არის მაგას ჯობია ცემო რა ადამიანის შეურაცხყოფისთვის ეს ხოჩა აი რაც გამოუვიდა პოლიტიკაში ერთადერთი შეხო ალეკოს ერთადერთ გამონათქვამს ეთანხმები მე ხაზარის ერთადერთი ქმედება მოვიწონი იმ კუთხით რომ ეფექტური აღმოჩნდა თორე პარტიაში ახლა რამდენი ფულს ხარჯავს და რამდენი ხმას იღებს ყველაზე არაეფექტური პარტიაა და აქედან გამომდინარე ვუწონებ მას ამ საქციას ეხლა რომ გადავხედოთ ოპოზიციას თვალი მე ესეთ სურათი მესახება რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში ქართული ოცნების შტაბი ერეკლეზე იყო რემონტი მიმდინარეობდა და სპეციალურად მერიამ მაშინდელმა მერიამ მოიტანა ნაგავი და დაყარა წინ არ ვიცი ეს პერიპეტიები გახსოვს თუ არა ნუ უზარმაზარი ნაგვის გროვები სამშენებლო ნაგვის გროვები სპეციალურად რომ იქ ხალხი არ მოსულიყო გარკვეული პრობლემები შექმნოდა ხალხს იქ მისვლაში და არ არის ხო უჩვეულო მდგომარეობა როცა გამოდიხარ გარეთ ოფისიდან და უზარმაზარი არმატურები და რაღაც ხის დაფოტები ყრია და ნუ ეს დავძლიეთ რა თქმა უნდა აი დაახლოებით ესეთ დღეშია პოლიტიკური ველი როდესაც რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი ხალხი რომელთა შეიძლება არ მოსწონს ქართული ოცნების ესა თუ ის გადაწყვეტილება ან კურსი მაგრამ არ უნდა ამათთან გაიგივება არ უნდა შენ როგორც თქვი ეკონომიკის დაღუპვა რასაც ვაი ლიდერები გვიკიჩინებენ ღალატი არ უნდა ომი არ უნდა და ეს ნაგავი ყრია უბრალოდ და აი ეს დროა გაწმენდის უბრალოდ და შემდეგ უკვე უნდა გამოჩნდეს ეს ოპოზიციური ძალები რომ ყველაზე ცუდი იქნება თუ ეს ოპოზიცია არ შეიქნება და რა უშლის ხელს ამას აი ეს აი სწორად აღნიშნე სხვათა შორის აი გუშინდელ ეთერში მაგის მაგალითიც მოვიყვანე მე ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს ურთიერთობა და არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც რა თქმა უნდა ქართული ოცნების პოლიტიკას არ ეთანხმებიან. ოღონდ მე ამ შემთხვევაში მაქვს ნახეთ როგორ ახალგაზრდებზე საუბარი, რომლებიც რაღაცა გეოპოლიტიკურ ილუზიებში არ იმყოფებიან, საგარეო კურსს ეთანხმებიან. ზუსტად იციან, ჩვენზე მეტი იციან გლობალურ ომის პარტიაზე და დიფსტეიტთან დაკავშირებით და ზუსტად იციან თუ რამხელა უბედურებას გადაარჩინა ქართულმა ოცნებამ ქვეყანა. და ისიც ზუსტად იციან, რომ ქართული კანონი, რუსული კანონი არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრი შიდა საკითხია, რაშიც არ გვეთანხმებიან და ძალიან ისეთი ჯანსაღი კამათი მქონია, პოლემიკა მქონია და ანუ ბევრ რაღაცაში დაგებულიც და ხო ვერ ვაჯობე. და რომ ვეკითხები, რომ როდესაც აი ესე პატრიოტულად აზროვნებ, ეროვნულად აზროვნებ, ჩემზე
კარგად იცი deep state-ი თურმე ვისგან და რისგან შედგება და ასე შემდეგ, ხომ? აი რატომ არ გინდა რომ ჩამოვაყალიბო, რატომ არ გინდა რომ ჩამოვაყალიბოთ რაღაცა პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური მოძრაობით დაიწყეთ მერე პარტია გარდაიქმნით. ყველას პასუხი არის ზუსტად ერთნაირი, ყველამ პასუხობს მაგ შემთხვევაში, რომ ვისთან შევიდეთ კონკურენციაში. ანუ არის ოპოზიცია, რომელსაც აქვს უზარმაზარი დაფინანსება, აფინანსებს deep state-ი, ხან USAID-ის მეშვეობით, ხან Soros-ის ფონდის მეშვეობით, აქვს თავიანთი ტელევიზიები და ეთერს იმ ტელევიზიაში არავინ არ დაგვითმობს. შესაბამისად, რა აზრი აქვს ჩვენ რანაირი პოლიტიკური პარტია უნდა შევქმნათ. და როდესაც პოლიტიკური ველი გათავისუფლდება და გაიწმინდება ესეთი მავნებელი ძალებისგან, აი სწორედ მაშინ ექნებათ უკვე мотиваცია ესეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც არც განათლება არ აკლიათ, არც პატრიოტიზმი არ აკლიათ და ვერავინ ვერ შეეჯიბრებათ პატრიოტიზმში, რომლებიც ძალიან ბევრ საკითხში არ ეთანხმებიან ქართულ ოცნებას. და სწორედ მაშინ უკვე გაუჩნდებათ ის мотиваცია რომ შექმნან პოლიტიკური პარტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე. კი ბატონო, შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე. და ამის გარეშე შეუძლებელია ხო ქვეყნის განვითარება, ახალგაზრდები, რა თქმა უნდა წამოვიდნენ პოლიტიკაში და რაღაცა ის სტერეოტიპები უნდა დაინგრეს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. შეიძლება არ იყოს პოლიტიკა ხა ისეთი წმინდა საქმე, როგორც რაღაცა, არ ვიცი, ლექსების წერა მაგალითად, მაგრამ როდესაც ყავს შენ ქვეყანაში ესეთი რადიკალურ ოპოზიციაზე გულისხმობ, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე, ხო, თორე ხა ხალხის ძალაც ოპოზიციაა და ღმერთმაქრან სულ ესეთი ოპოზიცია იყოს, ხო, კონსტრუქციული ოპოზიცია, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ როდესაც რადიკალური ოპოზიცია არის, ხო, ისინი აუცილებლად უნდა გაიწმინდონ და უნდა რაღაცნაირად მოხდეს მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა ძალებით, რომლებიც იქნებიან რაღაცა ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალულები, იციან რომ გარედან მათ დაფინანსებას რავალდებულებები შეიძლება მოყვეს, როგორ შეიძლება ჩაითრიონ შემდეგ აგენტურულ თამაშებში და ასე შემდეგ და რაჯობია, როდესაც ეგეთი ოპოზიცია ყავს და ჩვენც გაცილებით ნაკლები ძალებით მოვემზადებით ხოლმე არჩევნებისთვის ესეთ შემთხვევაში. ხო, აი შეიძლება მეტი ძალებითაც. არა, ნუ ეს რა თქმა უნდა უტრირებულად. ხო, შეიძლება მეტითაც. იმიტომ რომ ეხა ძალიან იოლად ამარცხებ. ეხა არიან იდიოტები. აი, ბოდიში შალვა, იოლად ვამარცხებთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ. ეხლაც უკვე საშტაბო მუშაობა გვაქვს დაწყებული. წინა არჩევნები რომ გავიხსენოთ, ხო? საშტაბო მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით 6 თვით ადრე და ველზე სიარული იქ მოსახლეობასთან შეხვედრები, ნუ რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ფარგლებში როგორც იყო. და თქვენ გახსოვთ სადმე ამათი საარჩევნო კამპანია, მთლიანად საარჩევნო კამპანია ჩაუტარეს გარე აქტორებმა, ხან საგარეო საქმეთა მინისტრებს უგზავნიდნენ, ხან რომელიღაცა პრესპიკერი რაღაც განცხადებას გააკეთებდა და ასე შემდეგ. არეულობას ამზადებენ, თქვენ მაგას ვიძახით. არ მუშაობდნენ და მე რომ არ ცხდებიან ესეთი დიდი ანგარიში, ხო? მე აბრალებენ რომ გაგვიყალბებს და კი არ უყალბებს. ჩვენ გვაქვს ხარდაჭერა ჩვენი ხალხის, იმიტომ რომ ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გრძნობს და კარგად ხვდება, რომ ჩვენი ნაბიჯები იყო უალტერნატივო, ხედავენ რომ ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, ხედავენ რომ ჩვენ ვართ ძალა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, იდენტობა და ასე შემდეგ და შესაბამისად ქართველების უმრავლესობა სწორედ ამ პრინციპებით ცხოვრობს. რატო ვამბობ რომ იდიოტები არიან თქო? მეგობრებო, აი კიდევ ერთხელ ვამბობ. მესმის რომ შენ რაღაც ვალში ხარ და ერთადერთი ლეგიტიმაციას დაუშვათ შენ გაძლევს უცხოელი, მაგრამ რაღაც გარკვეული ხმები აიღე, ხო? არ გაყალბებულ არჩევნებში შენ აიღე 60 კაცის გაყვანა შეეძლოთ, ხო? კი, 71 მანდატი სახომარო საქმე არ არის, იყო პატარა წარმატება. აი, უყურეთ რა იდიოტი უნდა იყო, რა მართლა იდიოტი უნდა იყო, რომ 61 ოპოზიციონერი უდიდესი კუშია, შეიძლება ასე ითქვას რა. 61 ადამიანი შეგიძლია შენ თუ ქვეყნის რყევაზია საუბარი. აბა არაფერი კონსტრუქციული აქედან არ გამოდნებოდა. უფრო ეფექტურად არყიო ქვეყანა, ვიდრე გარეთ. კიდევ კარგი, აი ძალიან კარგი ებრაული გამონათქვამი არის. რა შენი არიცოდეს ვისიც არ გეჯეროს და ის სხვაც ამაზე შტერი აღმოჩნდა. რომ აი ესეთი ნაბიჯი გადადგეს. ესეთი საჩუქარი გაუკეთეს საქართველოს. შეიძლება თქვას დიდი მადლობა ამისთვის. რომ ეს 61 ადამიანი დესტრუქციული, სისხლმოწყურებული და აგენტი მართლა 61 აგენტი არც ერთი ქვეყნის პარლამენტში ამდენი არ არის რა. და აი ამიტომ არიან დებილები რომ არ შემოიდნენ და ნუ ბოლოს როგორ დაათარეს და როგორ დაასრულებენ ეს კარგია და ამიტომ არის იოლი ქართული ოცნებისთვის მოგება მათთვის. აი ძალიან იოლია. იმიტომ შენ უყურე რას ამბობ, შენ ამბობ რომ ომი არ მინდა. და ისინი რას პასუხობდნენ? ომი არ იქნება, არ არის ომის საფრთხე. რუსეთის სუსტია დაიშლება, უკრაინა მოიგებს და ეს ხა ეს პასუხი არ არის, ეს არის როგორ გითხრა, ეს არის აი თავისთავად დაიმარხეს თვითონ. აი ბოდიში რო გაწყვეტინებ შალვა, მე რო აღვნიშნე რამდენიმე მიზეზი, რატომ აქვს დრამატულად შემცირებული ეს რეიტინგი, ხო?
ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რატომაც აღნიშნე ბატონი ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. ფარდა აეხადა იმას, რომ პირდაპირ მე თუ არ ვცდები, ბატონი რუბიოს სიტყვებია, რომ ყველაზე დიდი უნამუსობა იყო ის, რომ ჩვენო და ამ ჩვენში გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ყოფილ ადმინისტრაციას და ევრობიუროკრატებს ვატყუებდით მთელ მსოფლიოს 3 წლის განმავლობაში, რომ უკრაინა ომს იგებდაო. შესაბამისად, ანალოგიურ ნარატივს ატარებდა ჩვენი ოპოზიციაც, როდესაც ჩვენ ესე ვფრთხილობდით, ჩვენ ამ სიფრთხილეს სილაჩრეში გვითვლიდნენ, ხო? ესე იყო ფაქტია. და ჩვენ რა თქმა უნდა პასუხისგებლები ვართ 3,700,000 ჩვენს თანამოქალაქეზე, ხო? ჩვენ მარტო ჩვენ თავზე არ ვართ პასუხისგებლები. და შესაბამისად აი ეს პრაგმატული და ფრთხილი ნაბიჯები, რასაც მე ხაზი გავუსვი, ხო? დღეს უფრო დააფასა კიდე ჩვენმა მოსახლეობამ, როდესაც ნახეს, რომ უკრაინა პირდაპირ გაწირეს. ეს იყო პროქსი ომი, თვითონ საუბრობენ ამაზე, ხო? უკვე ძალიან გახსნილად. უკრაინა გამოიყენეს სატელიტ ქვეყნად, მოდი ესე ვთქვათ. უკრაინას დასაწყისში პირდებოდა, რას პირდებოდნენ პირველ თვეებში, ხო? ნატოში მიიღებ დაჩქარებული ეს პირდაპირ აცხადებენ, რომ ვერანაირი კონფიგურაციით უკრაინას ნატოში ვერ მიიღებს. და კანდიდატის სტატუსი რომ მიუგდეს და ჩვენ რომ დაგვსაჯეს, ეგ ცალკე თემა იყო. ეს რა კომბინაცია ეგ ცალკე თემა იყო, დრო თუ გვაქვს და გავშლი მაგ თემასაც, ხო? კანდიდატის სტატუსი იყო სხვა თემა. როდესაც ჩვენ დახურულ კარს მიღმა ვერ გვაიძულეს, რომ ომში ჩართულიყავით, შემდეგ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების ცდელობა იყო და წვომა შეუჩერეს რამდენიმე მილიარდზე. კი ბატონო. შემდეგ იყო უკვე ორი შემოცურებული თემა, რომ ჩვენ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის და მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი უნდა გაგვეგზავნე ოღონდ მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა უკრაინაში. რა თქმა უნდა, ამაზეც არ წამოვაგეთ და უკვე გადაწყვიტეს ხელისუფლების ჩანაცვლება რევოლუციური გზით. ერთ-ერთი საკითხი იყო კანდიდატის სტატუსის თემა, როდესაც მათ გათვალეს, რომ თუ ჩვენ არ შევიტანდით განაცხადს, მაშინ აქ ოპოზიციას და NGO სექტორს გამოიყვანენ, რომ თურმე საქართველოს არ სულს ევროპაო, მაგრამ თუ ჩვენ შევიტანდით, ჩვენ არ მოგცემდნენ და მიცემდნენ მოლდოვას და უკრაინას და ამითიც აჟიოტაჟს გამოიწვევდნენ და კარგად გახსოვთ ივნისის მოვლენები, როდესაც ქალბატონი გიგაურები და ლომჯერიები სცენიდან ვერ ჩამოხსნა ვერავინ. ხო და ერთ-ერთი რევოლუციის ცდელობა იყო. ეს იყო გამიზნულად გაკეთებული ევრობიუროკრატების, იგივე deep state-ის მართული ბიუროკრატების ჩანაფიქრი იყო და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ წლის ბოლოს, როდესაც გამოაქვეყნა ევროკავშირმა თავისივე კრიტერიუმები ჩვენთან მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში, ხო? აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით ვასწრებდით. ნუ კაი, უკრაინაზე თვალი დავხუჭოთ, ომში არის ქვეყანა. მოლდოვას როგორ მისცეს და ჩვენ როგორ არ მოგცეს, ხო? ან ორივესთვის უნდა მოეცათ, ან არც ერთისთვის, ან ჩვენთვის უნდა მოეცათ და მოლდოვა თან DSET-ის წევრი ქვეყანაა. ანუ ევრაზიული კავშირის ყველანაირი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიხედვით ქვეყანა იხჩობა კორუფციაში. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს ოპოზიციური მედია საშუალება, არ არსებობს ოპოზიციური პარტია. და ეგ იყო მაგაზე გიპასუხეთ, რომ მაგის მთლიანად ჩანაფიქრი ამ კანდიდატის სტატუსის თემის იყო სწორედ ეს, რომ ამითი ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენ საზოგადოებაში. და როდესაც ქართულ ოცნებამ თქვა, რომ გამოდის მოლაპარაკებებიდან, ჩვენ პრაქტიკულად დომოკლეს მახვილი, რომელიც აი ესე თავიანთი ჭკუით ოსტატურად იყო ჩვენს თავზე აღმართული, როცა გინდა დაგიწყებდნენ მოლაპარაკებას, როცა გინდა ანუ კვარტალში ერთხელ შეიკრიბებოდნენ და როგორც კანდიდატის სტატუსს იყენებდნენ შანტაჟის მექანიზმად, ზუსტად ისე აპირებდნენ მოლაპარაკების დაწყვეტას. ჩვენ არსად არ გავსულვართ, ჩვენ ვთქვით, რომ დადეთ დოკუმენტი და მყისიერად ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადაგიხდით. ოღონდ ჩვენ მოხსნით დღის წესრიგიდან 2028 წლამდე, ვინაიდან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები რო გვექნება 90%-ზე მეტი შესრულებული 2028 წელს. მაშინ უკვე რა თქმა უნდა, საბაბსაც ვერ მოძებნია, რატომ არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს. ეს საბაბებს მოძებნია. ეს ხო ძალიან დაბალი დონის შანტაჟია. ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ დაპატიჟეს, ბაიდენმა რომ დაპატიჟათ ვახშამზე და მე უცებ აღმოჩნდა, რომ ბაიდენმა უარი თქვა მოწვევას. ნუ სავარაუდოდ ბატონმა ბაიდენმა არც დაპატიჟება იცოდა და არც უარი. ვიღაცამ ხო გააკეთა, მაგრამ ვინც გააკეთა, აი ეს მაგონებს, აი ასევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსი, ისევე ეს მოლაპარაკებების დღის წესრიგი არის, ჯერ რაღაცას ვითომ გთავაზობენ და მე უცებ ამით გაშანტაჟებენ და ძალიან მაგარია რომ საქართველოს ამაზე ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი. უღრმესი მადლობა ბატონ ლევან მაჭავარიანი იყო ჩვენი გაცემის სტუმარი. ნახევარი საათი ძალიან მალე გავიდა. ძალიან საინტერესო სტუმარი იყო, ხშირად გელი და გოგა ხაინდრავა მოვა სულ მცირე ხანში რეკლამას ნახავთ მანამდე.
გოგა ხაინდრავა არის ჩვენი გაცემის სტუმარი, დიდხანს ფიქრი არ დამჭირდა. გოგა საერთოდ მე მუშაობს ჩვენთან ერთად მეგობრულად. დღესაც ძალიან საინტერესოა, დღეს განსაკუთრებით იმიტომ რომ მიბრძანდა გოგა შესანიშნავი წამოწყება საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისია, ბევრი რამის გამო დღის წესრიგი იქნება, მიხვალ ნაცისთვის ცუდია, არ მიხვალ ნაცო ცუდია, თუ ცვანგი არის ნაცების თუ ცვანგი. და ბოლოს მთელი მსოფლიო დაინახავს თუ რატო უნდა აიგზალოს და ძალიან მალე აიგზალება ნაცპარტიები და ეს არის კარგი. ომის თემა არის შარულებიდან ამოხდნენ, ტუფლებიდან ამოხდნენ, ხო ის ქართველებს გვაქვს. ეს არის რაღაც აი პირზე დუჟი ზდით და როგორც ჩანს და ეს გამოჩნდება აუცილებლად. ძალიან დიდი ღალატი არის აი ამ ამბავში 2008 წელს მოხდა, ოღონდ მანამდე მზადდება მიმდინარეობდა უდიდესი ღალატი, შეცდომაც რომელიც დანაშაულზე უარესია, იდიოტობა, არაკომპეტენტურობა და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ აი ეს ეპიზოდი, რომელიც ექსკლუზიურად მოყევი შენ კი ნახა ბევრმა და გააშუქეს კიდეც, მაგრამ მინდა რომ ჩემთან განცემაში აი ცნობილი მოსკოვში ვიზიტის ეპიზოდი რომ მოყვე კიდევ ერთხელ. ვიზიტების, კი ბატონო. მაგრამ დავიწყებ რითი, იცი? კი ბატონო. თელმა სოფლიომ იცოდა სიმართლე. ქართული საზოგადოების გარდა. კი ბატონო. აქ იყო ტრენდი, რომ ომზე ლაპარაკი არის, ასე ვთქვათ, შექმნეს აი ამ ხალატი. ხო, რომ ყველაფერი იცოდა რუსეთმა და ამის ვისაც უნდა ამის გაგება, ეს არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ყველა გასროლა სუნთქვაც რო ყოფილიყო არასწორი. ევროკავშირის დამკვირვებლების მისია იყო ცხინვალში, ეუთოს მისია იყო ცხინვალში. ყველაფერი ფიქსირდებოდა და ეგზავნებოდა SKK-ს სამივე წევრს, ესე იგი რუსეთს, საქართველოს და ეუთოს და ევროკავშირს. კი ბატონო. ამიტომ ეს ყველაფერი, რაზეც ახლა მიდის ლაპარაკი, იცოდა მთელმა მსოფლიომ და ამის დადასტურება არის 1633 რეზოლუცია, რომელიც არის მიღებული ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მიერ, სადაც ეს პირდაპირ წერია და რომ ითქვა, რომ ის რაც მოხდა, ქართული მხარის ბრალი იყო და ეს ქართულმა მხარემ გააკეთა. რაზეც დიდი ნაწილი იმის, რაც იმ რეზოლუციაში წერია, არის ტყვილი. ქართულ მხარეს კასეტური ბომბები არ გამოუყენებია. ხო, მაგრამ ამათ მოაწერეს ხელი. ამათ მოაწერეს ხელი და გარდა ამისა ის კაპანაძე რო არის ერთის ნაძერალა და ის კიდე ბათუ ქოთელია. იმათმა პირდაპირ დაუდასტურეს ეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამ საკითხზე გამოძიებას ატარებდა საერთაშორისოს. ამიტომ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაღაცას ისეც ლაპარაკობენ, რასაც რუსებმა ყველაფერი იცოდნენ. რუსებს იქ ისეთი წარმომადგენლობა და ისეთი დაზვერვა ყავდათ თავისი აი ამ ქართველი აგენტების, რომ ყველაფერი იცოდნენ იმთავითვე. ეს ყველაფერი, რაზეც ახლა არის ლაპარაკი აქ ამ კომისიაზე და იმაზე მე ბევრად მეტი, იმიტომ რომ ეს ვაჭრებად ქცეული ახლა ბიზნესმენები რო არიან და გენერლის ფორმებით რო გამოცხადდნენ იქორიეს გოგავა და ყურაშვილი და ორივე რო ვაჭარია დღეს რა, ვაჭარი ცუდი გაგებით არ ვამბობ. ბიზნესმენი, ხო? და იქ მაინც ფორმით მოვიდნენ. ხო? მაგათმაც მშვენივრად იცოდნენ, იმიტომ რომ ღებულობდნენ ამას იქიდან. და SKK, რომლის თანათავმჯდომარე მე ვიყავი და შემდეგ სხვები, ყველაფერს ამას ამ ანგარიშებს, სადაც ეწერა, რომ გაისროლეს ტყვია აქიდან, გაისროლა ზარბაზანმა იქიდან, ეს მოხდა იქა, ყოველ წუთებში, წამებში დადასტურებული, დამტკიცებული ყველას ვიზდიოდა. ერთადერთი, ვინც ეს არ იცოდა, იგი იყო ქართული საზოგადოება. იმიტომ ტრენდი, რომელიც შექმნეს, ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება და ამას აყვა ძალიან ბევრი სხვათაშორის მედია აქიდან, რომ ახლა ომზე ხო არ ვილაპარაკი. ამან ყველაფერმა განაპირობა ის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ დადანაშაულებული იყო ქართული მხარე. აი ამ ოქმებზე, ამ იმაზე დაყნობით იყო გაკეთებული ეს. ამიტომ დღეს რა ხდება? დღეს მიდის ნიურნბერგის პროცესი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქართულ საზოგადოებას თუ ვისმეს ვინმე სინდისი, ქვეყნის სიყვარული, ღირსება, პატრიოტიზმი აქვს შერჩენილი, რომ გაიგოს სინამდვილეში რამ განაპირობა ის კატასტროფა სრული. რა ღალატმა, რომელიც
ჩვენ ვილაპარაკებთ კონკრეტულ ფაქტებით არის დადასტურებული ღალატმა, რომელმაც ჩაიდინა სააკაშვილმა, ოქროაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა, ბოკერიამ, კალანდაძემ, სალომე სამადაშვილმა და ასე შემდეგ და ასე. ხატია დეკანოიძემ ის პატრიოტად რო გამოყოფს თავი და დღეს ვახსენე და აღწერე რისი რა ასაკი მაშინ რამდენი წელი 23-25 წლის გოგო იყო და მერაბიშვილის მოადგილე იყო. წარმოიდგინე. აღარ ვლაპარაკობ ლაკა ხოშტარიამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ქართულ საზოგადოებას მე ამას ველოდებოდი 2006 წლიდან, როცა მე იქიდან გამომისტუმრეს. როდის მოვა ეს დღე, როდესაც მე მექნება შესაძლებლობა, რომ ქართულ საზოგადოებას აი სახარებაზე ხელი დავდო და მოუყვე ეს რეალობა. იმიტომ რომ ჩაიარა ჰააგამ უკვე და შენ გინდოდეს იდეა გქონდა სასამართლოზე მისვლის მე არ მისვლის კი არა მეც ვიჩნდები მეთქი შენ ეუნებოდი ძალიან ხშირად არა ჩემთანაც აქ უამრავჯერ ნათქვამი რომ მოდი რა გაგვასამართლეთ ხო გაინტერესებს მეც იქ ვიქნები მეც დავჯდები იქა ხო ეს გქონდა იმიტომ რომ მთავრობის წევრი ვიყავი კი გქონდა შენ მეჯერ გითქვამ ჩემთანაც ჰააგამ ჩაიარა და ერთ სალსახად გაამართლა ქართველი ჯარისკაცები და რუსეთს დაძდო ბრალი გენოციდში რომელიც რეალურად იყო იქ ჩატარებული სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილი თემა საერთაშორისო ასპარეზზე მორჩენილია ახლა უკვე ეხლა არის დგას საკითხი რომ ქართულმა საზოგადო ქართველმა ხალხმა აი გონება დაბნელებულმა ახალგაზრდობამ აი ოლეოლას რო გახვირის დილიდან საღამომდე იქნებ გაუნათდეს რაღაცა ისე რას წარმოადგენენ აი ამ შეხვედრის ბოლოს მოგიყვები იქიდან რო გამოვედი კი მოგიყვები ვინ არიან და რა არიან მაგის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი რომელიც მიდის და ის 100,000 კაცი პირდაპირ ეთერში უყურებდა პარლამენტის ტელევიზიაში ამ დღევანდელ გუშინდელ და განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ეს იმას ნიშნავს რომ მთელი ქართული საზოგადოება ამას უსმენს და უყურებს და ყველა ის ადამიანი, ვისაც სინდისი, ნამუსი, ღირსება, სიყვარული, თავდადება, სამშობლო, წარსული და აწყვეტ აინტერესებს, ცალსახად მიხვდება, რომ ესე იყო ბოროტმოქმედების ამ ქვეყნის მოღალატეების კრებული, რომლისთვისაც საქართველო იყო ასპარეზი, რომლებიც ერთ მხარეს ემსახურებოდნენ deep states, რასაც დღეს ასე თქვა, მთელი მსოფლიომ გაიგო. მეორე მხარეს ემსახურებოდნენ პუტინს და რუსეთის ინტერესებს. ეხლა დავიწყოთ ის კონკრეტული ამბავი. ამის ყველაზე დიდი გამომხატველი იყო თემურ ალასანია. აი, ბიძა, რა კაი კაცია. მიხეილ სააკაშვილის, რომელიც იყო FSB-ს ოფიცერი, წლები კაპირდაპირ, ჯერ კგბ მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეიარაღების კომიტეტში გაეროს შეიარაღების კომიტეტში ხო გესმის ეს კიდე დამატებითაა შერევის კონტროლის ამ დროს უშიშროების საბჭოს ცნობებს ესწრებოდა რომელსაც მეც ვესწრებოდი კი აქ ჩემი თვა აი გიჯდა სტატუსი ვინ იყო არავინ ბიძა სტატუსია ხო ესე იგი 19 თებერვალს დამტკიცდა მთავრობა იქ არჩევნები ჩატარდა სააკაშვილი არჩიეს იქ. პირველი ვიზიტი სააკაშვილის იყო მოსკოვში. მე ვახტი თან, იმიტომ რომ დელეგაციასთან ერთად წავიდა. შეხვდა პუტინს და თქვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ არა და ეს კადრები ამოვიღოთ, სადაც თვალებში ჩავხედეო და მივხვდი რომ ეს არის ძალიან კეთილი კაცი, რომელსაც საქართველო უყვარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქიდან დავბრუნდით, დაიწყო აჭარის მოვლენები. კი. ძალიან მალე. ნუ რაღაც რამ. აჭარი, ხო, მანამდე ვარდების რევოლუციის დროს და ეს თქვი კიდევ. იგორ ივანოვიჩი ამოვიდა. კი, ვიცით ეს. გადატრიალება იყო. ვარცოვი პირევარო თქვია მაგას, ხო? ჩამოვიდა, შევარდნაძე არსად წასვლას არაპირებდა, ჩამოვიდა, შეხვდა შევარდნაძე 3 საათი ილაპარაკეს ოთახში, გამოვიდა იქიდან შევარდნაძე და განაცხადა რომ მივდივარო. კი ბატონო. მერე დაჯდნენ მაგიდასთან, მარჯვენა მხარეს იჯდა სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია, მარცხენა მხარეს იჯდა ედუარდ შევარდნაძე და მაგიდის თავში იჯდა ივანოვი. და იქ, ასე ვთქვათ, მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივად. როგორც ხო. შემდეგ ესე იგი დაიწყო აჭარის მოვლენები, ურთულესი მდგომარეობა იყო იქა, იქ გახსოვს შეიარაღებული ფორმირებები გამოიყვანეს, ხიდის აფეთქებას ვერ ყოფდა ვერავინ.
თენგიზ ასანიძე და მე შევედით მოვლითი გზით უნივერსიტეტში იქ ჩემი ამიტომ რატო თქვიცი ეს რომ ჩემი თვალთით უყურებდი ქუჩაში გამოყვანილი იმ პირბადეებით შეერაღებული ხალხი ჩამოფრინდა უცებ ესენი ის ვერ ყოფენ ვერ გადმოდიან იქ ჩოლოგზე საზღვარი აქ შეერებული ხალხი დგას რუსების დივიზიაც იდგა კაცო კი მაგრამ რუსები არ გამოუყვანია ასლანს ნუ არ გამოუყვანია იქ ვერ გადმოდიან იმიტომ რომ იქ სამხედროები დგანან იქ არის მთავრობა ფოჩია მთავრობის რომებს იქ ვატა სააკაშვილი ჟვანი ყველა იქ არის უცებ ჩამოდის ბათუმში ივანოვი ისევ ის ივანოვი რომელიც და მიყავს ასლანი ისვავს თვითმფრინავში ასლანს და მიდის და აჭარა განთავისუფლებულია შემოდიან მერე მთელი ამბებით იმით მე იქ მივარ ამას ყველაფერს ვესწრები ხო შემდეგ გავდის ერთი თვე თუ თვე ნახევარი და ზუსტად თარიღი არ მახსოვს ვგებულობ რომ პუტინმა დაპატიჟა სააკაშვილი SNG-ს პრეზიდენტების დოღზე ხო იქ ხო მოსკოვში ტარდება დოღი და ყველა SNG-ს პრეზიდენტი ისე ვიმეორე ესწრება იქ ხას უსვამრო ესწრება თავის ცხენებით და რამდენი პრეზიდენტიც იყო SNG-სი სააკაშვილის ჩათვლით ყველამ თავისი ცხენი წარადგინა იქა და გაიმართა დოღი ამან ადეიშვილი წარადგინა ხო ხო ჯაგლაგი არა ჯარა ადეიშვილი ჯაგლაგი არის ხო ადეიშვილი მერაბიშვილი იყო ჯაგლაგი კაცი იყო მერაბიშვილი იყო ჯაგლაგი შემეშალა კი ბატონო აბა შეხედე ადეიშვილი კი მერაბიშვილი ევროკავშირში ზის როგორც ეკრაიკო და ადამიანის უფლებების კაცჭამია ხო ესე იგი ჩავედით იქა ჩავიდა დელეგაცია წამოისევ დელეგაციასთან ერთად ჩავედით ესე იგი მიშა თავისუფლთან ერთად ბეჟუაშვილი მე ბარამიძე იყო კიდევ ვიღაცეები ბარამიძე და ისინი არ შემოუშვეს დოღზე შევედით მარტო სააკაშვილი თავისუფლი ბეჟუაშვილი და მე იმიტომ რომ რუსული იქ როგორც ესმოდა თუ უშიშროების საბჭოს დივანი და სახელმწიფო მინისტრი რანგით მაღლები არიან მინისტრები არ შემოუშვეს აქ იყო დიდი მაგიდა სადაც ეს პრეზიდენტები 12 მე მგონი და პუტინი იჯდნენ აქით იყო სხვადასხვა მაგიდები სადაც იჯდნენ პრემიერ-მინისტრები უშიშროების საბჭოს დივნები და ამალა რა ამალა ხო და მე და ბეჟუაშვილიც აქ ეს რო დამთავრდა ეს დოღი პუტინმა პრეზიდენტები იხმო ვახშამზე და იქ ელექტროკარები იდგა ხო იცი გოლფის მოედნებზე რამდენი 1-10 და ყველა შესთავაზა რომ აქ დაბძანდითო იმიტომ რომ იქ ახლოს იყო რა ეხლა ფეხით რო არ წასულიყო ზოგი მოხუცი იყო ეხლა ნაზარბაევი ალიევი იქ იყვნენ და თვითონ დაისვა სააკაშვილი გვერდზე თვითონ დაჯდა საჭესთან დაისვა გვერდზე სააკაშვილი და წავიდნენ იქ სავახშმოდ ჩვენ აქით გაგვიშალეს სუფრა და აქითა ვართ სავახშმოდ გადის 1 საათი დაახლოებით ნუ საათი და 20 წუთი არ ვიცი რეკავს ის იქიდან რომ გამოვდივარ სადახართო და რატო იმიტომ ჩვენი მანქანები არ შემოუშვეს ის იპოდრომი პატარა ქალაქის ცენტრია ამიტომ ბეგავაია არის ესეთი ამიტომ ჩვენი მანქანები იყო გარეთ და მარტო პრეზიდენტების მანქანები შემოუშვეს და ის კაი დიდი მანძილია ფეხით სასიარულო ამიტომ მე გამოგივლითო და დამხვდით ჩამიჩიტე და ნუ ბედა ბეჟუაშვილი გავედით ჩამოიარა მიშამ გააყარი ჩავჯექით მანქანაში სამნივს ხედვარ რულოვსი სანდრა წინძის ჩვენ უგამძივართ ეკითხება ბეჟუაშვილი აბა რა იყო რომ არას ლაპარაკობო კაცო აი თვილობა რამე რომ ეკითხა რა გითხრა რა მითხრაო და აი ხო ნახეო აჭარის თემა როგორ მოგიგვარეთო ლამაზად ჯიგრულად თბილათო რამეო თუ აი ისე გავდაგზობთ ურთიერთობას როგორც აქამდე იყო ჩვენ შორისო აჭარის თემაც მოგვარდება ოსეთის ცხინვალის სამხრეთ ოსეთის თემაც მოგვარდებაო თქვენთვის სასიკეთოთო აგდება იქ ოღონდ ერთ რამეს გთხოვ ეხა მეც გარშემო ისტებლიშ ხალხი მყავს ხო ხალხი ეხა ეგრე მიყოლებით ამას ვერ გავაკეთებო ამიტომ ცოტა ხანი ერთი წელიო მაცალეო და ამასო ნელ-ნელა დავალაგებო და ყველაფერი მოგვარდება კარგად ლამაზათო ხო და ვა მე და გელა და ჩამოვარდა პაუზ და გელა და შენ რა და რის ერთი წელიო რა ერთი წელი ამაზე რა დავალაგებო სადა მაგასად ველოდო დავბრუნდით უკან დაიწყო ჰუმანიტარული შტურმი მახსოვს ხო კონტრაბანდის წინააღმდეგ არა
ჰუმანიტარული შტურმი პრეზიდენტ სააკაშვილის საჩუქრები იმას არავისთან შეთანხმებული არ არის ამ დროს იქ SKK მუშაობს იქ საერთაშორისო ეუთო რამე აი просто გამოაცხადეს ხატია დეკანოიძე დანიშნეს მინისტრის მოადგილედ უშიშროების ვანო მერაბიშვილმა და მაგის კაბინეტში შევდივარ იქ და ხედავ რაღაცა კიდეა დიდი აი კედელზე იქ წერია ის და ჰუმანიტარული მე არაზე არა ვარ რო 10 ცხინვალში თუ მე ვარ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხი მე აზე არა ვარ და ხატია დეკანოიძე თურმე შტურმს აპირებს შტურმის განხორციელებას აპირებს ჰუმანიტარულის რა ეს იყო 1 2 3 და ნუ მე ამას უამრავი ამბავი მოყვა რამაც პრაქტიკულად ომის ზვარამდე მიიყვანა და ამ შემთხვევაში ისე ვიმეორებ. ეხლა წარმოიდგინე როგორი რამეა დღეს იქ მე უყურე ჩემ გამოსვლას და იქ პატარა შეცდომა მომივიდა მინდა ჩვენ აზერბაიჯანელ ძმებს ბოდიში მოუხადო როცა ვთქვი რომ რუსეთის საფრთხე ცხინვალის რეგიონიდან კი არ მოდიოდა აფხაზეთიდან სადაც რუსული ჯარი იდგა მოდიოდა ჩრდილო კავკასიიდან და მოდიოდა სასონხეთიდან სადაც გიუმრის ბაზა იყო მე აზერბაიჯანი ვთქვი და კიდე ერთხელ ბოდიში მინდა მოუხადო 4 მხრიდან ქონდა საფრთხე. როგორც გოგავამ და მე ისედაც ვიცოდი, ბრძანა ის რომ მივიდა იქ ჯარში რომ გადაიყვანეს იმის თავი რომ და იქ რომ არბევდნენ რა ქვია იმ სპეცდანიშნულების რაზმები რომ არბევდნენ. გოგავს სპეცდანიშნულების რაზმები დემონსტრანტებს იქიდან რომ ჯარში გადმოისრულეს და მოყვა მერე რა დახვდა იქა დაშლილი ჯარი. რეალურად ერთადერთი საჯარისო ფორმირებები წყობრი ძალიან ეს და იქ თქვი კიდევაც ამის შესახებ ერაყის და ავღანეთის ნაბრძოლები. იცი რამდენმა გამოიარა 30000-მა კაცმა. ხო. არ არის სახმაროსად. თავდადებული ვაშკაცი და მე ამერიკელი გენერლებისგან მაქვს მოსმენილი რომ უკეთესი სამხედროები სოფლიოში არ არსებობს და დაიწყეს თურქეთიდან მე გერმანიის იმაში გადავიდნენ გერმანულ იმაში ამ ერაყებში და იმებში და მე ამერიკელები არ გადიოდნენ არც ერთ ოპერაციაზე ქართველები თუ არ ეჯდნენ მანქანა სამხედროებში გულისხმობ. ამიტომ ძალიან მაღალი კატეგორიის ისევე როგორც ქართული სამშვიდობო კონტინგენტი რომელიც იქ იდგა. შენ წარმოიდგინე რომ იმ პირობებში ბოლო წუთამდე ლიახვეობაში ხო? არა, ცხინვალში ცხინვალში ქართული დროშები, ქართულ ფორმაში ქართული მანქანებით აი ამ რეგიონში დაუფარავად დადიოდნენ. ყოველი მითი წუთი გატარებული იქ სიცოცხლის საფრთხეს ატარებდა. და ეს ბიჭები აი ამათგან მიტოვებულები, ამათგან განწირულები, გენერლებისგან და აი ამ სარდლებისგან. როცა ეკითხები გენერალს რომ აი რატომ არ გამოიყვანეთ ვერ შევძელი, რატო? ნუ აი ვერ შევძელი. ეგ ცალკე ეს რას ნიშნავს? ეგ ცალკე თემა. მარტო ამაზე იყო, გეშტაბის უფროსზე იყო, მარტო დამოკიდებული მოსახლეობის ევაკუაცია. პრეზიდენტი რისთვის არის? პირველ რიგში პრეზიდენტმა რა უნდა იკითხოს? შენი ხალხი არ უნდა მოიკითხო? აგერ მე გეტყვი რა, გამოქვეყნებული არის საქართველოს უპირველეს ყოვლისა საიტი აქვს, იცი. იქ არის გამოქვეყნებული ლომაიას ინტერვიუ. რომელიც იყო უშიშროების საბჭოს დივანი და რატომღაც მაგან ეგ არავინ არ ახსენა და მანამდე ეს ლომაია იყო ერთი შემომქმედი ერთ-ერთი იმ გადატრიალების სოროსის ფონდის ხელმძღვანელი. ამერიკაში ცხოვრობს ტკბილად ლამაზად სახლი, კარი, ოჯახი, ამერიკის მოქალაქეობა დაუფასეს რაც გააკეთა. საქართველოში ისე როგორც იაკობაშვილი მინისტრი და მე ამერიკაში ელჩი წარმოიდგინე. ხო, რომელიც შეიცვალა ვითარება. ხო და ეს არის ის ლომაია, რომელიც იზახდა რომ არ გვინდა ებათი გამოყვანა იქიდანო. ხო, იმიტომ რომ და გვამების გამოტანაც არ გვინდა, იმიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა ეს ახსნეს ჩვენო მაშინო რომ ხალხის მასობრივი ევაკუაცია დაგვეწყო, მე ეს ნიშნავდა რომ ჩვენ ომის დაწყებას ვაპირებთ. ამ დროს გაქანებული ევაკუაცია დაწყებულია, არა, იმათმა ჩაატარეს ევაკუაცია დაიყვანეს და ამის კითხვის ნიშნები აღარ არის აბსოლუტურად. ომი როიწყე 31 ჯერ მთელი ეს პერიოდი 2006 წლის დან მოყოლებული მთელი პერიოდი თავისი მთლიაყანებზე რო ავარდა ეს ქაჯი ეს ოქროაშვილი კაზაკები არიანო აქო და ჩვენ კაზაკების სასაყვანად რო რა დახვდა კაზაკების მაგივრად ყველას კარგად ახსოვს ხო ეს სამარცხვინო კაცი ესა თავისი ძმაკაცის მწამებელი მიშა ქარელის მეგობარი წამებელი აწამეს ქარელი ჯერ როგორ გამოიყედა ბრმა
მე როგორ მიაგდო რა. წარმოიდგინე იქ რო ავარდნენ კაზაკების იმება. იქიდან მოყოლებული და ეს აბსოლუტურად ნათელი იყო და რაც თავარია. ყველაზე მთავარი რაც არის სამარცხვინო ლაქა ამ გენერლების მით უმეტეს ვინც აქ მოვიდნენ, თან იქ არიან, თან აქ არიან. ივლისის თვეში ტარდებოდა და ეს ყოველ წელიწადს ტარდებოდა წვრთნები კავკას დვეტიშიჩივოში. ეხლა 58 არმიამ და მაშინ ჩვენ მოვიპოვეთ აღარ დაბრუნდა ყაზარმებში. ითხრა გაზეთებში იყო კრასნაია ზღვის და არის ესეთი. კი, აღარ დაბრუნდა. სადაც პირდაპირ იყო სქემები, რუკები და ამ წელს წვრთნა მიდიოდა იმით, როგორ უნდა შემოსულიყო 58 არმია საქართველოში. და წვნის დასრულების მერე დარჩა დისლოკაციის ადგილზე. არა, გვიქტო კროკის გვირაბთან მოვიდნენ, დადგნენ და დაქუქილი ტანკები, მწყემსები იქიდან ხალხი რეკავდა, მე მირეკავდა იქიდან და იდგა რომ მეუბნებოდა, იმიტომ დვალეთში იქით აქეთ ხე 2 წელიწად ნახევარი სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, 100 ჯერ ვიყავი ნამყოფი იქა და ამიტომ ბევრს ჰქონდა ჩემი ტელეფონი, რომ აგერთ განანო დაქუქილი ტანკებით როკის გვირაბთან. რას ელოდებოდნენ, ხო არის? გასაგებია. ნიშანს, რომელიც მიშა სააკაშვილის და ბიძამის თემურ ალასანიას უნდა გაეგზავნათ იმისთვის, რომ შემოდით და შემოვიდნენ. ეს ნიშანი 7 აგვისტოს 11 საათზე და 40 წუთზე მიშა სააკაშვილმა გაუგზავნა ხრულიოვს და პუტინს, რომ აი ეგერ გავხსენით ცეცხლი და შემდეგ დილას უკვე მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის დამკვირვებლებს იმათ ამათ ჰქონდათ ოქმები, რომ აი იქიდან ატყდა სროლა, აქიდან ატყდა სროლა, ესა. ეს ხელთ ჰქონდათ რუსებს, რომ გაეროში, ეუთოში და ევროკავშირში ეთქვათ, რომ აი ნახეთ და ამის კადრები არსებობს. როდესაც ესა იყო ოლიმპიადის გახსნის დღე ტოკიოში, ჩინეთში. საერთოდ ისტორიულად ცნობილია, რომ ოლიმპიადის გახსნის დროს ომები ჩერდებოდა. ამან ოლიმპიადის გახსნის დღეს დაიწყო, მიცა საბაბი. ხო? და იქ არის კადრი, როდესაც პუტინი და ბუში ერთად მოდიან და პუტინი თუ მე იქიდან ახლა ეგეთი რამე არ მიუტრიალდა და უთხრა ნახე რა ქნაო. სააკაშვილო. ხო, და ყველაზე მაგარი იყო, რომ შენს თანამდებობაზე დანიშნული კაცი, როგორც აგერ ყურაშვილისგან გავიგე და ერთხელ არის ნამდვილი. 3 ანთაძე, ბაქრაძე და ეს იაკობაშვილი. 3 მინისტრი ჩემს მერე რომელიც გამოიცვალა. ერთად იყვნენ 9 ჯერ ცხინვალში. ხო, აბა. და მე ვიყავი 100 ჯერ მეჯი, აღარ ვაპარაკე. ხო, როცა შერიგების, როცა კონფლიქტების მოგვარების დარგში ხარ სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტის რეგიონში არ ჩარდიხარ. აი ფეხებზე ეკიდათ. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. ეს იყო გეგმა და ამ გეგმას ახლა ჩემზე მეტად კომპეტენტური ხალხი ამ საკითხში გამოიკლევს და ეს რაღაცები როგორც არის იქ ჩასვლა, იქ მოსახლეობაზე ზრუნვა ხელს უშლიდათ. უბრალოდ არ იყოს. არა, ხელს კი არ უშლი, მაგათ ჭირდებოდა სვერპლი. სვერპლიც ჭირდებოდა. ეს ლომაიამ პირდაპირ თქვა, არ დამალა. ის ჩვენი საწყალი ბიჭები ის თავგანწირული, თავგანწირული ვინც იქ მზეზში დღეები, ასე ვთქვათ, არც კი გამოსვენებაც კი არ, იმიტომ რომ ეს უნდათ აქ ლაპარაკობდნენ ეს ლომაიას პირდაპირ იძახდნენ, იყო იქა რომ სოფლიომ ნახოს გენოციდი როგორი იქ მიმდინარეობს. გეგონება სოფლიო ბრმაა და ყრუ და შენახარ ერთადერთი ვინც სოფლიომ ყველაფერი კარგად ეს ყველაფერი იყო წაწერილი, დაფიქსირებული. კი და რეზოლუცია უნდა აფარო, მაგრამ აიცი რა არის აი ზოგიერთ იდიოტზე უბრალოდ აი თავზე რაღაცას უშვებოდნენ და წვიმა მოდისო. ხო არის ესეთი ცნობილი? არა, ეს სექტაა, ეს იდიოტებია. სექტა, შენ როცა ეუბნები რომ აგერ რეზოლუცია ხელი მოაწერეს. აი დღეს აგერ წერია. მე ამდენი ხანია საერთოდ არ შევხედრი. პირველად ღია კონტაქტი მქონდა ამ ოლეოლა აი რა საცუდებებთან. ეს არის აბსოლუტურად გონება დაკარგული, ღირსება, ძილობა, დუჟმომდგარი თვალება დამდნენ რას უყურა ამ ჩემ თვალებმა 19-20 წლის ბიჭები ვითომ ახლა შეტევა მოიტანეს ჩემზე და მე ვუთხარი რომ ბიჭო მე მეუბნე შენ ის არა ხარ ბიჭო მე ვუთხარი მე გავუშვით რა ბაბუა შენი სტოლაკაცი ვარ მეთქი და ესე რატომ ელაპარაკე აი ნახე
აი ბიჭო მიყვირის, ნახე. ნახე. ახლა შენ არ იყავიო? ხო, რატომ გასაგები. ელაპარაკები მეთქი ესე? და შენ არ იყავიო აფხაზეთში და მე უთხარით ყვანის ჩვენში და ეგერ ხო ნახე, ხო? კი. ეგ არის რა. და თითია ჩვენე. მონა იქიდან. ეს მართლა მონები ბიჭო. ეს თან ვისი მონები? ნანუკა ჟორჟოლიანი. გასაგებია. მიშა სააკაშვილის. ფარდლოთ. წარმოიდგინე ეს გონება და ეს საცუდა ეს რა დღეში ჩააგდეს ეს ხალხი. მარტო მაგიტომ არიან დასასჯელები. რომ აი ეს ახალგაზრდობა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. როდესაც გონება და თვალებ დაბნელებული, დუჟ მომდგარი 20-19 წლის ბიჭი, ჩემი ასაკის კაცს მონას ეძახის. არა, მონას არ ეძახის. რაღაცა სიცის რაც თვითონ რაც გაუგეს, შენ არ იყავიო? ლურსნები რო ჩაიტანე აფხაზეთშიო და ეხა გამეცინა რა, მე შევხედე და მივხვდი რო არის. გოგა, რა ვრალდება არ უთქვამთ შენ შენ. ა ლურსნთან ვერ გავიგე, რა ლურსნები, ლურსნები, მაგრამ ამაში არ არის საქმე, იმაში უნდა და ყელში მწლომო და იქიდან მეორე წამოხტარა, მაგრამ ეს ეხა მე იცი არის საზღვარი რა, რომლის წითელი ხაზი, რომელზეც გინდა ახალგაზრდა იყოს, გინდა რომელსაც ვერ გადააბიჭებს რა ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეხა მაგას უნდა ეს ჩემთვის მაგისგან მე შეურაცხყოფას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ეხლა ეს არა ლურსნები იყო, მაგრამ არის საკითხი, რომელსაც უფლებას არ მივცემ, ვინც არ უნდა იყოს. როგორც კი შენ უნდა გენახა როგორ გაიყინა ორივე, როცა მიიღეს პასუხი. კი ბატონო. ხო, ნუ კარგი, გოგა, ჩვენ მართალია არ მეკადრება ამას აქში რა, მაგრამ ნუ აქვს ყველაფერს საზღვარი. გვაქვს ჩვენი ნერვები. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ წინ ძალიან დიდი საინტერესო და პროდუქტიული ნიურნბერგის პროცესი. პროდუქტიული სტომები გველის, მეგობრებო. შალვალ, ნიურნბერგის პროცესი. ნიურნბერგის პროცესმა, შიდა პროცესმა არა გადაარჩინა გერმანია. იმიტომ დადგა გერმანია ფეხზე, რომ იმის ძალა ნახა გერმანელმა ხალხმა, რომ თვალებში ჩაეხედა ოსვენციმებისთვის, იმეებისთვის, ამეებისთვის და მიიღოთ ეს. და ჩვენ წინ გვაქვს ეს ძალიან ბევრი საინტერესო, უსაინტერესო ეს სტომა და შედეგიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე იქნება ისეთი, როგორც მამუკამდენაძემ თქვა, ჩვენი ყველას გულის გასახარად. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შევხვდებით. აი ხარ.